აი გამარჯობა მოგესალმებით მეგობრებო. აი ის ბიჭირო ტირის ეთერში ის გამოგვეხმაურა მიმართულება ჩვენი ტირალი ძმა მიმართულება მისცა, კარგად შეიწერა ჩვენი გინება და რა ვიცი ღირს გაშვება მე მგონი არ ღირს რა და ვაშორე აქედან რა. ჩემი ხურობა იმაზე რომ საცემია ოღონდ მე დავა მატერო ცემა არაპედაგოგიურია სერიოზულად აღიქვა არა უშავს არ არის პრობლემა არ ხსემს არავინ შენ თუ იმ დაგარტყავს და მაგრად ხსემს დაარეკე ჩემთან მე როგორ ან მანამდე არ ვიცი როგორც არის გიორგი ვაშაძე და მე თუ გავლახე შენ რატო უნდა არა ისე ვამბობ აგინა რა სიცე შენ კიდე შენ უკვე ამ გადაცემიდან ძალიან ბევრი დაგიგროვდა ძმაო მერე ძმაო მოდი რა სიტყვა ერთად და ყველა პრისტრეთში უნდა იმოქმედო რა უნდა ნეო ხა გავიგე მართლა ვერ გავიგე შენ რა გაკეთე ლახმაჩი ხა ამათთან რა ცხოვრები ცხოვრ ამათთან ვაფშე არ გჭირდება მიზეზი ყველაფერი ხსნა აი ეს პირდაპირ მიდიხარ და უცხაო კი მიზეზი თვითონ უნდა ეძებო მასტით ვინ ახარ ძმაო მე ადამიანი არ არის არა კანალია ვერ ხედავ დაღლებს როგორ იცავენ ხა ანუ ადამიანებს დაღლებს იცავენ ჯერ ესეთი დასაცავი ზოგადად გიორგი ვაშაძე კაი ეფირია ზაღლებზე ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს ძალიან იმაშვება რა ქვია იწევს ეს და ერთი უნდა იცემოს მინდა რინგზე ო რა შენ მოიძ ბოიბეს პრავილ გიდა უი წესებით გიდა იმა რო გამოგვიწია კიკბოქსინგი იმა ხო გამოგვიწია ტლუ ისა გვიტა კარტოფი რო იყო თავჯდომარე საეჭო კაცი არა საერთო კაცი ტლუ არის მაგრამ ძიგარი ხარ მაგრამ ის რა იყო გვარი დამავიდა ვითო პოლიტიკოს ეხლა რო დაიკარგა ლევან ეზერა რო კვილები ჩავა ლევან ხაბე ერთად გამოგვიწვია ერთად რა ეს გაუშვა არა ხამე სამი ერთზე მოდითო დაჟე არა როგორც გლადიატორი ეს გაუშვა ხაბე რა წონითი კატეგორიაა დაბალი წონითი კატეგორია შენ კიდე ხარ კატეგორიებით ზომაო არა ყველანაირი კატეგორია შენ მაგათ თუ ადამიანებს როგორც ადამიანებს ხაბეს კლიპურტებით კი ბატონო აი მოკლედ ხაბე თლად იყავი არიან რომ იმ ტერიტორიას ეს და გარჩე სულ იმას იხეს მყოფებთან გაკმოკლეთ საქმე ხაბე ცეზია ხო აბა უი როგორ შემეცოდა აი არ შეიძლება პატიმარს ეგეთი ლაპარაკი შავა შენ არაფერი ვარჯიშის დაწყება კი უკვე ვარჯიში ჩემი ფავორიტი სცენარი შავა არა ეს შავა სპორტ დარბაზში ოღონდ ისე რო გაცვია რა სამჭიდელივით ხო იცი სტრონგმენები რო არიან და მე უფრო გამისწორდა პილატესზე არა კაი ეგ ძალიან გროტესკია მე იმენა სერიოზულად აი დავიწყე მეც გავხდე ხელზე სახვევები როა და იმაში მოაიტაის რო ვარჯიში მაგარი ეხა მეც დავიწყე ვარჯიში და ნახეთ ყველა ვინ არის გიორგი ვაშაძე გიორგი ბუტიკაშვილი ვინ არის გიორგი ბუტიკაშვილი მართლოვინაა რა ხდება გვარამიასთან არის ვიღაც ახლა გავუსვა მაგრამ შეიძლება კარგად დავიწყე მიდოი რა და ეს ახება ოპოზიციასაც. ოპოზიცია მოგეოლე. ეს წარმოადგენს ერთობა, წარმოადგენს ალტერნატივას ქართული ოცნების, რომ სამქონის ხელისუფლება გახდება, როცა დრო მოვა და ქართული ოცნება და ივანიშვილი დღეს შეიძლება ვიღაცას მაინც ეგონოს რომ ძლიერი არის, თუნდაც იმ ბიზნესებს ვინც მასწრემდე ხარს უჭერს გონია რომ ძლიერი არის, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს დადგება ივანიშვილს თავად მოუწევს. გააჩერე. მაჩვენეთ ამ სტოპ-კადრზე. ვინ ამბობს იმაზე, რომ ივანიშვილი სუსტია? აი გეხოცები. სახელზე მაინც შეარჩიეთ რა, გაუშვით სტოპ-კადრი ამის. ანუ ეს ტიპი აი ეს ტიპი. არ შეიძლება ეს ტიპი ამბობდეს ვინმეზე, რომ ის სუსტია და მე ძლიერი ვარ რა. ეგ არ შეიძლება ხალხო. რაღაცა აი პატარა კასტინგი ჩაატარეთ ან რაღაცა კლუბებში ვინ არის? და რა ვინ უნდა დასუნ უკეთ პეტრეკოლხი? პეტრეკოლხი შენ მართლა რას გადაეკიდე ამ პეტრეკოლხს მე მეუნები სულ იმაზე ხარო და რას გადაეკიდე ამ საწყალკაცს ჩემი ფავორიტი ინფლუენსერია საკუთარ თავს რო ცოტა გარედან შეხედონ ამ იდიოტებმა მესმის რომ რაღაც ხარდაჭერის მობილიზება უნდა მაგრამ ასეთი სახით არ შეიძლება გამოჩენა ხალხში და ვისი შეიძლება მაშინ მოდი ესე გეტყვი ხო ნიკა გვარამიას შეიძლება ნიკა გვარამიასი არ შეიძლება კაი, ნიკა გვარამიას არ შეიძლება. იმისი შეიძლება. აი კუტაბიჭი, დღეს გვაქვს კუტაბიჭის კარგი ნათქვამი? ჩვენ
პოსტივის გვერდზე დავდეთ. კუტავის ზურგი რატო არა გვაქვს? ზურა გირჩი შეიძლება? აი მეგეთი შეიძლება, აგერ ყავს. ორი ადამიანი მურმან დუმბაძე და აკია ბარბაკაძე ორივე წარმოსადეგები ახალგაზრდა პრეზენტაბელური ახალგაზრდა შეიძლება აკადემიურად სწორი აი აკია ბარბაკაძეს მაგარი ხედრული წარსული ყავს საკუთარ სამშობლოში სამოქალაქო ომი გააჩაღა ერთ-ერთი პირველი იყო და აი ეხლაც ნახეთ როგორი მოწოდებით არის რეალურად იცი რა სიბრძვია ხაჯობა მე ეს არა კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანი მაგისი მოშლა უნდათ იმიტომ რომ მაგის შემქმნელი დედა იმიტომ რომ მე ბრძოლი დედა მე ბრძოლ შვილსაშვილს მაგათი რა მარსელიოზაზე საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი რა ხალი დროშით ხელში ხოდა აი ვერ ხდებიან თქვენს გირგვიანის შემქმნელებმა რა და თუ დედაზე დაიწყეს ლაპარაკი რომ კაი გავაჩეროთ კაი ხაჯობა იცი როგორც კი ფრაზა აი პირველივე ფრაზიდან რო იწება ხაჯობა რო ატყობს ეს მართლა ხაჯობის მონოლითი ეს ის არაფერი ვინ არის რა ქვია მას აკია თუ აქ აქ აი გაუშვათ დათო აკუბარდია გვაქვს აკე დათო აკუბარდია მაგარით სუბახსენდება იცი რუსულად მარტოვსკი დათო აკუბარდიას რო ვერ მიხსოვს ეს საუბარი ეს ვაკეზედება მარჩი იცვლება განწყობები ფსიქოლოგიური რაღაცები ხდება სხვაშორის ორგანიზმშიც რაღაცა ბევრი იცის ცვლილებები არის გაზაფხულობები და მიუბადა ეს ყველას და მას გაუჩო ხოდა ხე სუპერდას ენერგია უყურე ზისხილების მატყობის ახდება ამას დამაკების ნახე ზოგადად გარბელაუდად აი არის ცვლილებების დრო მოვიდა და ამას თვითონ როგორ აქვს მან საქმე მაგრამ მინოჯანგოს მისახედია არა ისე სხვათა შორის მეცნიერულად რო შევხედოთ ამას უნდა მიხედოს ამას მაგნეთ კუთხით ვერ მიხედავ აბა გავარდებოდ ვარნიაშკას და გარეთ მაშინ არა ძაღლებით ინტერესდება და კატებით ხო არა ადრე როგორ იყო და მე მithუარეს ადრე როგორ იყო რომ გაიხადეს გოგოებმა ხო იყო ესეთი გამონათქვა რომ დათვა და გოგოებმა გაიხადეს და ეს გოგოებს კი არ აკვირდება არამედ ძაღლებს და კატებს კატების ძალიან გარეთ უნდა გასვლაო ფათაშორის ცხოვრების დამცველები რომლებიც ეხლა ისე მოგოქრებული არიან ყურადღება უნდა მიაქციონ ამ გამონათქვამს შეიძლება ეს და მონიტორინგონ და მონიტორინგონ იქ რა ხდება იმ ძაღლებთან მაგრამ გაზაფხულზე მართლა არის ცვლილებები რეალურად ეს მეცნიერული დისკუსია. გეოპოლიტიკური კამათი ჩვენი მეგობარი კახარო არის, ხო იცი? რა ზეგეცინება. არის ხახმარ, პრიატია ეს. არა, მარტის კატასავით რო არა, იმასაო, რომ ისიც მეგობარი რომ ცვლილებები არის. გაზაფხულზე ორგანიზმში ხდება ცვლილებები. გაუშვათ ნიკა გვარამია და ირან ჯანგირაშვილი. დიდი გეოპოლიტიკური კამათის ფონზე გაუშვათ. სამდეზური ბოლომდე ანუ ირანის ომი როგორც არ უნდა დამთავრდა თუ გამარჯვებით დამთავრდა არარელევანტურია სამდეზური თუ ვერ დამთავრდა ეს ომი და პრობლემა კასრის დენთის კასრი იქნა სამდეზურზე მტერმა გაიარა ირანის გვერდით ანუ სამდეზური ამ წუთში უკვე რელევანტური აღარ არის ხო ხდებით სამდეზური სად გადის როგორ არა რელევანტური მაგრამ არა რელევანტური იმდენად არა ირანი პირველი დღიდან იმუქრებოდა რომ ზანგეზური დამთავრების პრობლემაა ეს კარგად იცის ვაფშე სად არის ზანგეზური? ზანგეზური არის ზუსტად ირანის და სომხეთის თუ აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს ზუსტად საზღვარზე გადის და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია მართალია. ყველამ ნახეთ ფაშინიანი მოსკოვში, ხო ნახეთ? სადაც მოსკოვში ფაშინიანს პუტინმა უთხრა გასაგებად, რომ ანუ ევროკავშირშიო ეკონომიკური ურთიერთობებითო, ანუ ოდეკაბეო. ოდეკაბა კი არა, ევრაზიული კავშირიო და ფაშინიანმა ვერაფერი ვერ თქვა. ნუ ეგრე ხდება ხოლმე. პერაშკი შეჭამდა. პერაშკი ახლა კაკასაც უყურე პერაშკი. ის ძველი პერაშკი. კაკასაც უყურს პერაშკი. ბიჭო, ეხა უკვე რა გჭირთ თქვენ ძალიან ნუტრია გსაყევით. მაშინ რომ მოყვეთ ვინ არის კახა, რატო? ხო გაუგებარი. ხო და კახა არის. დაჩვენე. არა, კახა არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ფილოსოფოსი. არა, ხო ცხადია რომ რაღაცა ისეთ ტიპი გამოთ რომ ვერ იკავებს ციცილს. არა. ეგ არის ნუტრია. სკვარამზე გამატვიდა. დაჩვენე ესე. მე არ მეცინებ. აი მაშინ ჩვენი ძმა არის. არა მართლა, მე სერიოზულად მაგაზე მინდოდა საუბარი.
მეგობარი რომ რაღაცა ისეთ რაღაცა არა ამან გამაცინა აგიხსნი ეგეთ გიდა ხარ არა აგიხსნი მე ეხა ინა ხავდე გეთი აგიხსნი ძალიან პატრიოტი არის ხალხი აუ სამა მე აგიხსნი რა აქციონერი გაქვს ან ნახე რისით გვამინდოდა ბაჩომ გამაცინა უბრალოდ დათო აგუბარდია რო ლაპარაკობდა გაზაფხულზე სულებებზე ხო კახა მიცის თქვათ ეს სპორტული მედიცინა ჩვენი მეგობარია სპორტული მედიცინა და დღეს ამაზე ვსაუბრობდით მართლა გაზაფხულზე ხდება ბევრი ცვლილება ორგანიზმში ხო რატო იცინე შეიძლება არა და მე ესო ახსენე რაღაცა ამაზე დღეს ვესაუბრებ და შეიძლება ჩვენ დილის გადაცემის წამყვანი არა ესე ხა აი მეგობრებო აი პირველი მუშო გვარი არ კახა კი რა თქმა უნდა რეაქტია გვარ ჯერ არ დავასახელე ხალხი გაიცნობს ჩვენი დილის გადაცემით არაფერი კაი მოდი მურმანდუმაზე გავუშვათ იცინეთ კახაზე მოდი კაი გასასვლა ფოტო აჩო მაგრა ჯაჭი კახას ფოტო მაჩვენე ეხავე ძმა არა ეთერში არ გავუშვათ არა რა პრობლემაა მანამდე მურმანი გავუშვათ მურმანი შავამაც რა გამახვი კონტროლი და მკაცრი დაპირისპირება სერიოზული მუხტი გამოვიდეთ ქუჩაში გამოვიდეთ ძალიან ბევრი მე ვამბობ 9 მილიონი ცოტა 1 მილიონი ადამიანი ჩვენ ეხლა ბატონო რო დავდივარ ქუჩაში და ვეუბნები ხანდახან რაღაცას რომ არასდროს ის ახლა უკვე ტერმინია შემოსული დამკვიდრავ ესე 15 წელია ხელისუფლებაში არიან მაგრამ ვეუბნები რომ კაცი ხო არ ხარ ბიჭო და იცი როგორი მე მაჩვენე დადო დაიბე ლიკაციცინი ჩაიშალა გადაცემა აღარ წერდებს საღოლ ჩაიშალა გადაცემა საღოლ მართლაც რო ისი წამყვანი ხარ ძმაო იმენა კახაზე დარწმუნდი არა ზოგადად რა აქედანაც რო ჩაიშალა რა ვინ არის კახა ფოსტივის მომავალი წამყვანი არ არის კაცო არა გავიგე მაგრამ არ შეიძლება ისე სანდომიანი ახალგაზრდა მაჩვენე რატომ არ არის ეს ძალიან ხოდო რა თქმა უნდა მეც მაგას ვამბობ მე კახა კაროჩე იმენა და გაიჩერდი მე თქვენ დაჩვენე მოდი მამა ბოროტე გავუშვა გაუშვით ბატონო ჰა ეგრე მაინც დაწნანდეთ მაინც აბა და სერიოზულდეთ ოცნებას რომ ლიულოცეს არჩევნებში გამარჯვება საპატრიარქოს სახელით გამოაქვეყნა ჩიოს გუნდმა საპატრიარქოს სახელით აქვეყნებდა გამოაქვეყნეს წერილი რომ მისალოცი და ესე ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთისნებაა ესე იგი ამით რა გვითხრეს რომ ოცნებამ გააყალბა თუ არ გააყალბა ეს იყო ღვთისნება რომ ოცნება დარჩენილიყო და ვინ შეეწინააღმდეგება ის ღვთისნებაზე რა არ მინდა რა ამ წერია დამუდორივით არის მოცადე რაღაც ანაფორა და არ მინდა ვაგინო რა არა ბიჭო თხრობის მანერით იცი უდნა ვის მაგონებს ვის კახას არა ეხა სუეგიტრიალი თხრობის ვინ გახსოვს ის გახსოვს არა გასაგები მაშვის თქვენ თუ გახსოვთ ადრე მაი ვიდეოზე იყო ეგეთი იეღოველი ბებო რო ლაპარაკობდა კახა ერქვა ბებოს ასტრალად ბებოს კახა რო ქვია ხომაკარი კახა ჩარო ბებო რო გამოდის და კაი ურავად რო გიტა რა იოდად გასაცინებელი ხარ ხები ცოტნე კობერი და ბიჭი გაუ
ოთხი მატჩს მარტო ეგეთი რეგულაცია დამოწდა. ჩემთვის იდეამ დიდი დარტყმა მიიღო, ხო? ეგ ხო ძალიან ფაქტი იყო. რაც არ უნდა ხა არჩევნების შემთხვევაში ძალიან ფაქტი იყო. ვეღარ დააჯერა არჩევნებში. ძალიან ფაქტი იყო. აზრი აქვს დაკარგული. მოქალაქე მაშინვე დაიწყებს არჩევნების აზრს თუ აქ სამართლიანი გარემო იქნება არჩევნებისთვის. იგივე გარემოში ბიძინა ივანიშვილთან არჩევნებში შეყოლას აქვს აზრი. 30-ში ხო შევიდა თქვით რომ იმათ ხვიდეთ ეგეთ გარემოთ. ეხლა ხო უნდა თქვა რომ რაღაცა რასაც ამბობ, მაშინ რომ შეხვედი, იმან არჩევნებს ან გავს, ან უკეთესია და რა არის ეს უკეთესი არჩევანი. ჩემი აზრით, ერთი არის ხომ ის რომ მე მოგორ ცოტა ვფიქრობ, ყველანაირი ტიპი 24-ის ნაირ არჩევნებში შეგიძლია შემოგო ქართულ ჩვენს, ეს არის ჩემი აზრი. თუ გქონდეს საკმარის უპირატესობა. მორჩა ეგ არის? ხო, სუეს იყო კაცო. მე მეგონა გაგზელებოდა რაღაცა. არა, ძალიან. გვაქვს ის კარგი მოძებნა, რაღაც თავარი იყო ის მოძებნა. ესე არა და დღეს არ ციოდა თქო. არა, დღეს მიაკუკა იმარ. ფედერალისტების ისვარი. მიაკუკა გაჭირდი. ფედერალისტებს. კუკაბიჭმა მიაკუკა ფედერალისტებს კი არა, ალიანს. ერთმანეთს რომ ლანძღავთ დედასაგინებთ და როგორ დაგიჯერებთ ეხლაო და ის ნახოთ. მე პანიაციებით ცხოვრობო? ხო, მოდი გავუშვათ ლევან სანიკიძე. ეს ერთ ამ სანამ გავუშვებთ, ეს გაშვებული გქონდა წინა ეთერში. მაშინ არ ვინა, გია ბარამი. არ გჭირდება. გია ბარამი. ცადონ ზეგავლენა მოახდინონ ეკლესიის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ და მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლების მიმართ. ეს არის ამ რეჟიმის ამოცანა, იმიტომ რომ ამ რეჟიმმა იცის რომ დემოკრატიული მხარდაჭერა, ანუ ხალხის საყოველთაო მხარდაჭერა მას დიდი ხანია დაკარგული აქვს. ამიტომ მან უნდა ამუშაოს ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც არის ერთის მხრივ ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედებისა, მეორეს მხრივ ისეთი ძალოვანი ხასიათის დაწყებული კრიმინალური ბანდებიდან. ბიჭო ეს ის არის კახარი, არ არის ხო გავს ისე. არა, კახას ეს არ გავს, ზმაო, მაგრამ სუეში სათვალე კი არა, კახა არის ჩვენი ძმა და მეგობარი, მაგარი ბიჭი. პეტრე კალხი. ეს ცუდი ბიჭია. ბიჭო, მე არა კახას ეს სათვალე შეიძლება მოუხდეს. გაჭერდი. ვნება რატო აქვს ამ ტიპს, რომ 2 და 3 საათზე ბიჭო, ამას სულიერება გაცვალა ძმაო ამ სათვალეში. არა, ესეთი იმის ეს რომ ამან რომ დაისვენა მაშინ რაც ფანი ფექში და სათვალე ამან დაისვენა რაც ეკლესიიდან გააგდეს, აი იმის ეგეთი დასვენებული ადამიანი არ გაუგდია თვითონ წავიდა. თვითონ მით უმეტეს ეგეთი გადაკონვერტირებასაც ვერ იტყვი, ეგეთი ტრანსფერსაც ვერ იტყვი. ის ეკლესია, ჯიბრული ეკლესია. ნახე, უკრაინული ეკლესია თავის თავში და რელიგია და მსახურება კანონიკური პირის თავის თავში არის ფუნდამენტურად განსხვავებული სამომხმარებლო საზოგადოებისა. ეს არის სული, ეს არის მოწამეობრიობა, ეს არის ტკივილი, ასკიზა. ბიჭო, ეს გაცვალო იმაში, რომ ჩემი პრობლემა ონ დაწერა და თქვა მე კი არ ვამატებ ამას. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შოპინგიო და ვერ გავუმკლავდი. და ამის დასადასტურებლად ვიდეოც ამაზე მაგარი ისტორია. ვიდეო მოგვაწოდეს ზმაო, ნახე. პეტრე კოლხი რას რეჟიმაში არის გასეირნებაზე. გავუშვით შეიძლება. რომ სვიმაში, სიცივეში, გურიქს, რიგში იდგე. და ესე მოთმინებით გაელოდო როდის შეგიღებენ კარს. მადლობა. თავის დაძარში მივიდა. ისეთი განსდა, მაგრამ რამე მერთობა პადე და მართლა მიდიოდა წმინდა ადგილზე. ბიჭო, როგორ ლაპარაკობს. ბიჭო, რა მაგარი დაკვირვება გააკეთათ, სადღაც აუთლეტვილიჩი ჩავი. აუთლეტვილიჩი ჩავი და გუჩის 3 წლის წინანდელი კოლექციები. ოღონდ ეს არ იყიდი და გუჩის. იმის ფული ხო არა აქ ხა. პირველი წლის კოლექცია. იმ წლის კოლექციის ფული ხო ამას არ ექნება, რა უნდა იშოვო. არ იქნება ისეთი ბრეული არ ეყოლება. აი იქ ბრევლია. ზმაო და დღეს წირვასაც არის უკრაინულ ეკლესიაში. ტაქსისტია? ხო, აბა. ვა. ტაქსში მე ქრისტე ვიპოვე, არ გახსოვს. ეგეც არის კი. ჩამიჯდაო. ძალიან დაბალი დონის ის არის.
ჯაგა მარტა რაღაცა ნებისმიერ რელიგიური მსახურება აპრიორი ფარისეულად მაინც გამორიცხავს სამომხმარებლო საზოგადოების წევრობას. აი რაღაცა ვიყურე ეგ ხო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და აი მართლა ღრმა და მეტაფიზიკური და მძიმე თემა არის, რომ სასულიერო პირის ცდუნება რა. და ნუ აი ლიტერატურაში გვინახავს, კინოში გვინახავს რაღაცა ხო ხარ რაღაცა არის რაღაცა ძალიან დიდ მშვენიერებასთან შეხვედრა და ქალის ცდუნება რაღაცა ბიჭო ტიპმა გუჩის სათვალეზე გაცვალა ეკლესია ანუ გდელმა ბიჭო მეტი ტრაგედია რა გინდა ოღონდ რომელი სათვალეა იცი უძველი ამაში მიცემდა ერთ $120 თუ პაძელკა არ არის რა გო ეგეცა აძეკვებს რო ყიდულობდეს და იქ დადიოდეს და სწორავდეს რომ ანუ იქ ვიყიდე ალიფს იკეთებდეს რაო ეგ ვაგზალა ყავს კიდე ვიღაცები მე მგონი ყავს აიცი ვინა ირაკლი კუპრაძე გავუშვით ჩვენი მიზანია რომ ვესაუბროთ სწორედ იმ ტიპის ამომრჩევლს რომელიც ქართულ ოცნებას ყავს მოტყუებული პროპაგანდის მიერ. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ძალიან მარტივი სტრატეგია გამარჯვების ფორმულა, რის გაკეთებაც ლელოს შეუძლია მთავარი წulis შეტანა შეუძლია ამ პროცესში ქართულ ოცნებას გამოვაცალოთ ის ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები, რომელსაც ეშინია, რომლებიც არის მოტყუებული, რომლებიც არიან პროპაგანდის მსხვერპლნი, მათთან გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან აი დავაზუსტებ მაშინ. ხო, მე ხა მომწერა სამსახმის სპეციალისტმა, რომ ფეიკი მე გეტყვით. ფეიკი უკეთია. ფეიკი უკეთია. ფეიკი უკეთია. არა, ძმობას გაფიცე. კი, ისეთი კაცმა მომწერა, რომ მან დაადასტურა იცის ეგ საკითხი და ფეიკი უკეთია. დაჟე ფეიკიაო რა. ანუ ფეიკებზე გაყიდა. მოდით მეგობრებო, ამით ჩვენ თავი არის ეს შოპენჰაუერის გავისაუბროთ და ამით ჩვენ ორშაბათამდე ამ გადაცემის ფარგლებში გემშვიდობებით. ნამდვილად მადლობა. შენ გინდათ დაანონსო გადაცემა. კვირას კახაზე საუბარს ვერ მოისმენთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საუბარს მოისმენთ. არანაკლებ ათის ნახევარზე ევროპის დაისში, სადაც ჩვენ ევროპის ცივილიზაციურ და კულტურულ დაღმასვლაზე სიღრმისეულად გავშლით სამსაკითხს. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა კახა განსაკუთრებით და დროებით ხვალამდე გერა ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა კიდე ერთხელ.